უნიკალური ბასეინი არის შექმნილი სპორტული დარბაზები და ფაქტობრივად ამ 2 წელიწადნახევრის განმავლობაში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა რომ ბასეინში წყალი ჩაესხა და ბავშვებისთვის საშუალება მიეცა ცურვა ესწავლათ და ჯანსაღი ცხოვრების წესი დაკავებულიყვნენ. ეს არის ნათელი მაგალითი ამ ხელისუფლების უნიათობის და უმოქმედობის და ამიტომ გვინდა ჩვენ საზოგადოების ადამიანების ხელისუფლების ყურადღება მივაყოთ თუნდაც აი ამ კონკრეტული შენობის მიმართ, სადაც ვლინდება ამ ხელისუფლების უნიათობა და უმოქმედობა. აქ არის ძალიან მაღალი სტანდარტის აუზი და ამ წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს უბრალოდ რომ ელემენტარულად წყალი ჩაესხათ და გურჯაანის ბავშვებს ახალგაზრდებს საერთოდ მოსახლეობას ამ აუზით ესარგებლა. მათ აქვს სხვადასხვა მიზეზები, რომ თითქოს ეს სამის შენახვა ძვირიზის მოეჭირათ მართლაც თავიანთი გამრებისთვის, პრემიერს გაფრთხილებოდნენ ცოტა და ეფუნქციონირებინათ ეს. ამიტომ როგორც მთლიანად ხელისუფლება, ადგილობრივი ხელისუფლებაც არის უნიათო და არაფერს გამგებელი. გაუპატიურებული ხალხია, მე გეუბნები და დახოცილი ხალხია. დახოცილი ხალხია. ამათ დახოცეს, ამათ გაუპატიურებს. ღვინიაშვილი იყო ის საფია გუბერნატორი მაგდროს. ამას აკეთებდნენ. შედიყავით გუბერნატორი. მითხარი ერთი ფაქტი, ვინ გავაუპატიურეთ და ვინ მოვკარით. ძალიან გაზეთებში დაწერილია. გამოიძიეთ გაზეთებში ჟურნალისტები. გამოიძიეთ მიშა. რატო მე დავწერე ხელისუფლება და გამოიძიე მე. მე არა ვარ ხელისუფლება. მე ვარ მოქალაქე. ხო და შენ ვისაც შენმა ხელისუფლება ვისაც ხაზ დაუჭერე და ვისაც ხმა მიეცი, ხო? იმას უნდა მიმართო რომ ყველა ფაქტი გამოიძიო. ჩვენ დავდივართ ყოველ დღე, ვეუნებით ხელისუფლებას გამოიძიე. ქვენზე მაგ ფაქტები გამოიძიე და ერთი საქმე არ გამოუძიებიათ ამდენი ხანი. კარგი რა. რატო მელავიშვილმა ხალხი გაუპატიურა და ეხლა იმას საქმეა. სათელი გეჭირა. თეთრი საქმის იცი, ფაქტი გა? მოდი შენ გზაზე გაიარე. ვერ ამტკიცებ, ხო? მაშინ მოიწეიშა კარგი პროვოკაცია. პროვოკაციაზე რატო მოხველთ? რატო მოვედი, კაც დეპუტატი ვარ და მაინტერესებს ფაქტები. ხო, თქვენ შეაშენდა დარბაზი. აბა შემოდი და გადაიღეთ, მოდი. რა გადავიღეთ? რა გადაიღეთ? არა, კეთესიად გადაიღეთ. კეთესიად გადავიღეთ. მე რატომ მოვედი? იმიტომ მოველი, რომ ხალხის დამხოცველი ხალხია მისული იქაო, რომელიც ახალ პროვოკაციებს იწყებს სააკაშვილის დავალებით და გვაინტერესებს. ვინ მოკაკე? მთელი რაიონის სახელით ვლაპარაკობ. რა სამსახურს წარმოადგენთ რო გითხრათ? რომელ სამსახურს წარმოადგენთ რო გითხრათ? მე ფეხბურთში ვარ, არა პოლიტიკა. ფეხბურთში სად რა სამსახურს წარმოადგენთ? თავისუფლია გუნდში. გურჯაანის? შენ ბიჭო იცი ასგიდა? მართალს გაუნდება, მართალ. სადა ორი ხა ვინახა? ველისცხელი ხა? სომეხი ხა თუ ისა თათარი? ხო, ჩივიაშვილი იყავი მე. სომეხი რა პრობლემა არის? არა, კატო საქმეებში სომხები რევია ძალიან გონიწყო მაგას. და ის რომ გაიარე რა თავისუფლად. არის? ობიექტივია პროვოკაციებს დავიდა. პროვოკაციაზე თქვენახაც გადაიღეთ, ხალხი არა დავიღეთ. აი აქ ვიცი რომ მოხდება ხალხი დაიხოცება აქ რა. სააკაშვილმა ძალითო ჩაგაბარებდა სველზეო დაასხეთ ბიტონიც. პროვოკატორია მოგაფორცხებს სახეში. ისა, წესერები ვილაპარაკო. მე შენ ძალიან დაშია მითხარი მე შინაც მითხარი. ვინ არის ნასაბი? თამო გავეშინჯო. ვინ არის ნასაბი? აბა რა გინდა ვერ გავიგე. რატო ვერ ნასაბი? აბა ხო ნასაბი გავს, ზოგ ნასაბი. მოდი ზურა. რა შედიხარ? ის რა მიმართო შეკასი. ისმაბიში არჩიებე. შენ რავი არ შეგეშავს, აი მერდის. ვისი აბა გაგიხევს აქ ეს. მოგი ბიტო, რამე არ შეგეშავს. დადი გაიაშე, გამანები შენ. დადი დაიგაგე. გამანები თორე.
სადარი ალიკა დაუძახ. ალიკა, სადივია?